ეს არის Microsoft Word-ის ბოლო გაკვეთილი, რომელშიც განვიხილავთ გვერდის პარამეტრებს და დოკუმენტის ამობეჭდვას. გვერდის პარამეტრების დასაყენებლად გადავიდეთ მესამე ჩანართზე. გვერდის განლაგება. ხილა კვინძრებზე დაწყაპებით გახსნით ჩამონათვალში შეგვიძლია შევარჩიოთ კიდეების დაშორებები, ანუ რა მანძილით იყოს დაშორებული ჩვენი ტექსტი. ზედა კიდიდან, მარცხენა კიდიდან, ქვედა კიდიდან და მარჯვენა კიდიდან. შევარჩიოთ ჩვენთვის მისაღები დაშორებები და დავაწყობოთ. როგორც ხედავთ, კურსორმა შეიცვალა მდებარეობა. აიწია ზემოთ და გაიწია მარცხენა კიდისკენ. ხილა ორიენტაციას დაწყაპებით შეგვიძლია შევარჩიოთ წიგნისებური ან ალბომისებური ბეჭდვა. თავიდან ყოველთვის იქნება არჩეული წიგნისებური ბეჭდვა. შესასვლელად დავაწყაპოთ ალბომისებურს. როგორც ხედავთ, ჩვენმა დოკუმენტმა შეიცვალა ორიენტაცია. ამობეჭდვის შემდეგაც ის ამოიბეჭდება ალბომისებურად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ღილაკი ზომა, რომლიდანაც უთითებთ ჩვენი დოკუმენტის ამოსაბეჭდ ზომას. დავაწყაპოთ Z მაუსი. გაიხსნება ჩამონათვალი, სადაც იქნება მითითებული სხვადასხვა ფურცლის ზომები. ძირითადად საქართველოში გამოიყენება A4 სტანდარტის ფურცელი. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სურვილი ამობეჭდოთ თქვენი დოკუმენტის სხვა ზომის ფურცელზე, შესაბამისად აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ზომა. ზომის არჩევის შემდეგ თქვენი დოკუმენტი მიიღებს არჩეული სტანდარტის ზომებს. ღილაკს ტრიქონებზე დაწყაპებით გაიხსნება ჩამონათვალი, საიდანაც შეგვიძლია ჩვენი ფურცელი დავყოთ სვეტებად. ჩართული არის 1 სვეტი, ასევე არის 2 და 3 სვეტად დაყოფა. ავირჩიოთ 2 სვეტი და ვნახოთ სხვაობა. როგორც ხედავთ, სახაზავი გაიყო 2 ნაწილად. თავიდან მოხდება მარცხენა სვეტში ტექსტის შეყვანა. სამუშაო სივრცის დასრულების შემთხვევაში კურსორი გადაინაცვლოს მარჯვენა სვეტზე, სადაც შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა. ღილაკ გვერდის ფერზე დაწყაპებით შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენი გვერდისთვის სასურველი ფერი. გვერდის მასშტაბის რეგულირება შეგვიძლია მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებული მასშტაბის ხელსაწყოთი. 100% არის სტანდარტული გამოსახულება. ყოველი ერთი დაწყაპება მინუსზე 10%-ით შეამცირებს მასშტაბს. ხოლო ყოველი პლუსზე დაწყაპება 10%-ით გაზრდის მასშტაბის გამოსახულებას. შეგიძლიათ დააყენოთ თქვენთვის მისაღები მასშტაბი. ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო. როდესაც მუშაობთ Word-ში, ფურცელზე სამუშაო არის დასრულების შემთხვევაში, პროგრამა ავტომატურად გაგიხსნით მეორე ფურცელს, სადაც შეგიძლიათ განაგრძოთ მუშაობა. და ბოლოს, როგორ ხდება დოკუმენტის პრინტერით ბეჭდვა. ამისათვის დავაწყაპოთ Office ღილაკზე. შემდეგ
მიმთითებელი დავაყენოთ ბრძანება ბეჭდვაზე. გახსნით ჩამონათვალში დავაწყაპოთ მაუსის მარცხენა ღილაკი ბრძანება ბეჭდვა. გახსნით პანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის მისაღები მონაცემები. მაგალითად, თუ ყველა გვერდის ამობეჭდვა გვინდა, ამ შემთხვევაში უნდა იყოს მონიშნული ღილაკი ყველა გვერდი. მიმდინარე გვერდის ამოსაბეჭდად უნდა იყოს მონიშნული ღილაკი მიმდინარე გვერდი. თუ კონკრეტულად რომელიმე გვერდის ამობეჭდვა გსურს, ამ შემთხვევაში მოვნიშნოთ ღილაკი გვერდები და მარჯვნივ მოთავსებულ ველში მივუთითოთ რომელი გვერდის ამობეჭდვა გსურს. ასლების რაოდენობაში მივუთითოთ რამდენი ასლი ჭირდება და შემდეგ დავაწყაპოთ OK ღილაკს. რის შემდეგაც მოხდება დოკუმენტის ამობეჭდვა. ამით Microsoft Office Word 2007-ის კურსი დასრულებულია. გისურვებთ წარმატებებს.